1992 წლის ბარსელონას ოლიმპიური თამაშები ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულია. ეს იყო პირველი თამაშები, როცა ქართველი სპორტსმენების საბჭოთა კავშირს აღარ წარმოადგენდნენ, თუმცა არც საქართველოს. საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ბევრი დრო დასჭირდა. ამიტომ ოლიმპიურმა კომიტეტმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. დაშლილი საბჭოთა კავშირიდან 12 რესპუბლიკა გაერთიანებული გუნდის სახელით წარსდგა, თუმცა წარმატების შემთხვევაში შესაბამისი ქვეყნის დროშა უნდა აღმართულიყო. დადგენილი პირობა დარღვევის პირას იყო, რომ არა კახი კახიაშვილის სამაგალითო ქცევა. ძალოსნობაში მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ დაჯილდოვებაზე კახიაშვილმა ორგანიზატორებს პირდაპირ ეთერში მოსთხოვა დათქმის შესრულება. ეს იყო ყველაზე დიდი ტრიბუნა, სადაც საქართველოს სამფეროვანი დროშა გამოჩნდა. კახი კახიაშვილის გარდა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნები გახდნენ ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი და მოჭიდავე ლერი ხაბელოვი. ბრინჯაო მოიპოვეს მოჭიდავეებმა გიორგი კოღუაშვილმა და დავით გობეჯიშვილმა, ჩოგბურთელმა ლეილა მესხმა და მოკრივე რამაზ ფალიანმა. ასევე მესამე ადგილს დასჯერდა ხათუნა ქრივიშვილი შვილდოსნობაში. ბარსელონას ოლიმპიური თამაშები ბევრი რამით იყო გამორჩეული. ეს იყო პირველი ოლიმპიადა 1972 წლის შემდეგ, რომელსაც ბოიკოტი არც ერთმა ქვეყანამ არ გამოუცხადა. ეს იყო ოლიმპიადა, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდეგ ჩატარდა და გერმანია ერთიანი ქვეყნის სტატუსით გამოვიდა. იცნობდე შენს ლეგენდას.